Louis Walking Elk Sitting Bulls კოლეჯიდან მაგისტრის ხარისხი აქვს. მას სურს საკუთარი განათლებით რეზერვაციებში მცხოვრებ ადამიანებს დაეხმაროს. ლუისი მის ოჯახში პირველი ადამიანია, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო. My dad and mom both encouraged me all throughout their lives. მშობლები ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, განსაკუთრებით მამაჩემი. მას სკოლაც არ აქვს დამთავრებული და უნდოდა რომ მე კარგი განათლება მიმეყო. ჩრდილოეთ დაკოტას მთებში მდებარე Sitting Bulls კოლეჯი ერთ-ერთია ამერიკის 30 სათემო კოლეჯიდან. ამერიკაში ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებულ ამ სათემო კოლეჯში 300 სტუდენტი სწავლობს. დაკოტა კიდერი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ერთ-ერთი მათგანია. ამერიკელ ინდიელებში უმაღლეს განათლებას მხოლოდ მოსახლეობის 10% იღებს. მთავრობა ამ ტენდენციის შეცვლას ცდილობს. რეზერვაციებში უამრავი პრობლემა არსებობს. Sitting Bull კოლეჯი სტუდენტების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს. ტრანსპორტის უზრუნველყოფიდან დაწყებული სტუდენტების მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ბაღით დამთავრებული. ამერიკელი ინდიელი ახალგაზრდების მიერ კოლეჯის დამთავრება და დიპლომის აღება კოლეჯის პრეზიდენტ ლორელ ვილმინიონის უმთავრესი მისიაა. სტუდენტების უმრავლესობა ოჯახიდან პირველი ადამიანია, ვინც უმაღლეს განათლებას იღებს. მათ სწავლაში დიდი გამოცდილება არ აქვთ. მათ არ ყავთ მშობლები, ვინც მათ განათლების მნიშვნელობაზე დაელაპარაკება. როდესაც ისინი დიდ უნივერსიტეტებში მიდიან სასწავლებლად, დიდ კამპუსებზე ისინი თავს დაკარგულად გრძნობენ. Ვილმინიონი ამბობს, რომ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მამაკაცებს, ხშირად მიმართულების და რჩევის მიცემა სჭირდებათ. შესაბამისად, კოლეჯი მათ სთავაზობს გაკვეთილებს შედუღების, ნავთობის საბადოების ათვისების ტექნოლოგიაში. ამით ისინი უფრო მეტი მამაკაცის მიწვევას ცდილობენ კამპუსზე. ამჯერად სტუდენტების მხოლოდ 30%-ია მამაკაცი. სკოტ დევისი ჩრდილოეთ დაკოტის ინდიელების საქმეების კომისიის წარმომადგენელია. მისი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი ამერიკელ ინდიელებში განათლების მიღების გააქტიურება და დასაქმების ბაზარზე მათი აქტიური ჩართვაა. ჩრდილოეთ დაკოტაში უამრავი სამუშაო ადგილია და დაახლოებით 22-დან 25,000-მდე ადგილი დღეს შესავსებია. სამწუხაროდ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე იმდენი ხალხი არ ცხოვრობს, რომ ეს საჭიროება დააკმაყოფილონ. მეორეს მხრივ კი ამ ტერიტორიებზე რამდენიმე ტომი ცხოვრობს, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. დევისი ამბობს, რომ სათემო კოლეჯები რეზერვაციაზე ერთ-ერთი ნათელი წერტილია. ისინი ამერიკელ ინდიელ ახალგაზრდებს უკეთესი მომავლის იმედს აძლევს. ია მეორმეშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.